16 მარტს სასტუმრო Sheraton მეტეხი პალაცში ევროპის საბჭოს ოფისმა საქართველოში გამართა ახალი პროექტის იურიდიული დახმარების სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება მარგინალიზებული მოსახლეობისთვის ოფიციალური პრეზენტაცია. პროექტის ძირითადი მიზანი მხარი დაუჭიროს იურიდიული დახმარების მომწოდებლებს საქართველოში გაზარდონ იურიდიული დახმარების ეფექტიანობა, ოპერატიულობა და ხელმისაწვდომობა ქვეყნის მასშტაბით. ღონისძიება გახსნა ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა საქართველოში ნატალია ვუტოვამ. შეკრებილ საზოგადოებას მიმართეს პროექტის ძირითადი ბენეფიციარი ინსტიტუტების ხელმძღვანელებმა, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა რაჟდენ კუპრაშვილმა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ დავით ასათიანმა. 2 წლის განმავლობაში პროექტი ხელს შეუწყობს იურიდიული დახმარების სამსახურის საკანონმდებლო და შიდა ნორმატიული ჩარჩოს რეფორმირებას, მისი ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით. პროექტი შეიტანს წვრილს იურიდიული დახმარების სამსახურის ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერებაშიც და დახმარებას გაუწევს გაფართოებული მანდატით მინიჭებული ფუნქციების შესრულებაში. პროექტი შექმნის ახალ შესაძლებლობებსა და შეიმუშავებს ტრენინგ მოდულებს სამსახურის ახლახან შექმნილი სასწავლო ცენტრისთვის. პროექტი იმუშავებს იურიდიული დახმარების მომწოდებლებთან ქვეყანაში არსებული სერვისების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, მათ შორის სოფლად და უმცირესობით დასახლებულ რეგიონებში. იურიდიული დახმარების სამსახურმა ევროსაბჭოსთან ერთად დაიწყო ახალი პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს სამსახურის გაძლიერებას, ხარისხიან მართლმსაჯულებას და ამ პროექტის ფარგლებში მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელებას. აღნიშნული პროექტის განხორციელებაში ჩართული იქნება ასევე ადვოკატთა ასოციაცია. ჩვენ ერთობლივად განვახორციელებთ ისეთ პროექტებს და რეფორმებს, რაც ხელშეუწყობს მართლმსაჯულების გაძლიერებას, ადვოკატის როლის გაძლიერებას და ასევე ჩვენი ყველა მომსახურება იქნება ადამიანზე მორგებული, რაც ძალზედ მნიშვნელოვანი არის. დღეს იყო მნიშვნელოვანი ღონისძიება, რომლითაც ჩვენ დავიწყეთ ევროსაბჭოს მხარდაჭერილი პროექტის განხორციელება. ამ პროექტის ფარგლებში ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუციური მხარდაჭერა გაეწევა იურიდიული დახმარების სამსახურს და ადვოკატთა ასოციაციას და მთელი ის აქტივობები, რომელიც გათვალისწინებულია პროექტით, საბოლოო ჯამში მიზნად ისახავს იმას, რომ ჩვენი მოქალაქეებისთვის, ადამიანებისთვის ჩვენს ქვეყანაში მართლმსაჯულება იყოს უფრო ხელმისაწვდომი, უფრო ხარისხიანი, უფრო სწრაფი და თითოეულ მათგანს შეეძლოს თავიანთი უფლებების რეალიზება ეფექტიანად და ყველა მექანიზმის გამოყენებით, რაც ჩვენს სამართლებრივ სივრცეში არსებობს.